მოგესალმებით, ჩემო მსმენელებო და ჩემო გამომწერებო. გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები ქრისტიანობის და იუდაიზმის შესახებ. რატომ არის ეს ორი რელიგია ურთიერთდაპირისპირებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო და საიდან იღებს საფუძველს სამების არასწორი სწავლება. გუშინ წინაზე ჩვენ დავდეთ ლაივი YouTube-ზე და რა თქმა უნდა გამოვიწვია დაბნეულობას და აგრესიაც იყო ესეთი კომენტარებიც, აი შეხვიდეთ ნახოთ. შენ ხარ პრობლემა, შესაძლოა და ვერ ხვდებიო. კი, მე მართალი ხარ, ვინც ამწერ ამას, მე მართლა საცოდავი ვარ, იმიტომ რომ თქვენდაერების ხელში მართლა მეწოდება ჩემი თავი. უბრალოდ მთელი წლები შევწირი ახალგაზრდობა ამის ძიებას, ბიბლიის შესწავლას და ვიღაც მართლმადიდებელი გამოჩნდება ბიბლიის უცოდინარი და ასეთ კომენტარს დამიწერს, რომ შენ ხარ პრობლემა, შენ საცოდავ. ანუ სამება კი არ ყოფილა პრობლემა. ლევან პეტრიაშვილი ყოფილა პრობლემა და საცოდავ. დიახაც, ლევან პეტრიაშვილი არის პრობლემა და ყოველთვის დარჩება თქვენთვის პრობლემად. და ასევე ვარ საცოდავიც თქვენს ხელში, მაგრამ ეწოდება თქვენს ხელში ჩემი თავი, რომ ამდენი წლებია მე ვერაფერი ვერ გავაგებინე. ჩემი ლაივები მართლა არ იმსახურება იმას, რომ ვიღაცას დავაჯერო, რომ მე ვარ მართალი და ჩემი უნდა გჯეროდეს. მეორე კომენტარს რაც შეეხება, მინდა გამოვეხმაურო. არ ვიცი ეს ვისი კომენტარი არის, შეიძლება მოდელიც იყოს შემოსული, არა გამორიცხული, აღმოჩნდის მიერ დავალებული. წერს ესეთ რაღაცას, განხთობილი წმინდანები ვერ ჭდებიან სამებას, ანუ მაგასო და შენ გინდა ახსნა სამების არსიო? დაანებე თავი მაგას შარიაო. მეგობარო, ვინც ახლა ამასაც წერთ, შენ უნდა იცოდე, რომ წმინდა მამებმა დაადგინეს და დაამტკიცეს სამება. აი მე მაგ ხელში ასეთი დიდი სამების განმარტება და წაგიკითხავ თუ გინდა რას წერს. მუნ მამაი და ძეი და სული წმინდაი, დაუბადებელი იგი ბუნებაი, სამეუფოი პატევი, ბუნებითი სახიერებაი, მამაი დასაბამი ყოველთაი, მიზეზი იგი არსებისაი არსთაი, ძირი იგი ცხოველთაი, რომელიცაგან გამოვიდა წყაროი, იგი ცხოვრებისაი სიბრძნე და ძალი, ხატი იგი შეუცვალებელი უხილავისა ღვთისაი, მამისგან შობილი ძე, ცხოველი იგი სიტყვაი, რომელი იგი ღმერთი არს და ღვთისათან არს და იყო. არათუ უკუანაის შემოვიდა, რომელი იყო წინა საუკუნეთა, არათუ უკუანაის იქნა ძე, არა დაბადებული, შემოქმედი, არა შექმნილი, აღმაშენებელი, არა აღშენებული. ყოველივე ესე არს, რა იგი არს მამაი. ძეი თქვუ და მამაი, დამიმარხებნე ესე თვისებანი გიეს უკვე ძეობასა შინა და ყოველივე არს, რა იგი არს მამაი, ვითარცა თქვა თავად მან უფალმა, ყოველივე რომელი აქვს მამაზე ჩემსა, ჩემი არს. რამე თუ ჭეშმარიტად ხატისაი არს ყოველი, რომელიცა იგი არს პიმშოისა იმის ძისაი ვითარცა იტყვის მახარებელი ვითარმედ ვიხილე დიდება იმისი დიდება ვითარცა მხოლოდ ჩობილისა მამის ამიერ. ესე იგი არს ვითარმედ არც არა ნიჭითა და მალდითა მიეცეს მას სასწაულნი, არამედ ზიარებით ამით ბუნებით აქვს ძესა მამულისა მის ღვთაებისა პატივი. გაიგეთ რა საუბარს. ძე ღმერთსო არა აქვს არანაირი მიცემულიო, არ არისო შექმნილიო, არანაირი ძალაუფლება არ აქვს მიცემულიო, არც ნიჭი არ აქვს მიცემულიო, ის არისო დაუბადებელიო. პირდაპირ დაამტკიცა ბასილი დიდმა, რომ ის არის მამის მსგავსად დაუბადებელი. და მოიყვანა ციტატა დამახინჯებულად იოანეს ახარებიდან, რომ თურმე რაც მამას აქვს, ის ძისაც არის და რა გამოდის. ესე იგი მამისაგანაც და ძისაგანაც გამოდის სული წმინდა. ამით ამის დაადასტურა. სხვადასხვა მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ბასილ დიდი და ავგუსტინე ჰიპო სხვადასხვა ეთანხმებოდნენ მარკელოზის ერეს და ათანასეს ერეს, რომელიც ანტიოქიის კრებაზე დაიგმო და გამოვიცა მაკროსტიკი. ბასილ დიდიც ამ იდეოლოგიის გამტარებელი იყო ერთი პერიოდი. მე არ ვიცი რა მოხდა, რაღაცა პრობლემები შეექმნა. ნუ მოკლედ ჩვენ წავიკითხეთ, რომ წმინდა მამა აშკარად ასაბუთებს და ხსნის სამების არსს. პირდაპირ ამბობს, რომ ძე არის დაუბადებელი. რასაც ეკლესია, სამოციქულო ეკლესია არ ასწავლიდა და არც არასოდეს ასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ სული წმინდაზე ჩვენ ვერ ბედავთ იმის პასუხს, რომ უშობელია. მამაა მხოლოდ უშობელი. და არც არავინ არ იცის მეორე მოსვლის ჟამი მხოლოდ მამამან. მაშინ თუ ეს ძე ამას კაცობრიო ბუნებით ამბობდა, რატო არ ამბობს სული წმინდაზე, რომ სული წმინდა მათიცისო? თუ კი აბსოლუტური გაგებით სამება ერთ-ერთი. ჩვენ არ ვარყოფთ, რომ სამება შეიძლება არ არსებობდეს, შეიძლება არსებობდეს სამება, მაგრამ არა ისეთი სახით, როგორც ეს თეოლოგია ასწავლის. იმიტომ რომ სამებაში არ არსებობს ერთი სამება. თუ ის ვინც განკაცდა არის თვითონ ის ღმერთი, ვისთანაც იყო,
მაშინ გამოდის, რომ ლოგიკურია მარკელოზის ერესის წვალებლობის შემოტანა და თქმა იმისა, რომ ლოგოსის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს, ანუ ის ვინც განკაცდა, განკაცება შეეხო სამებას. ჩვენ უნდა დავარქვათ ამ პიროვნებას სახელი, ვინ არის იესო ქრისტე და ვინ განკაცდა. თუ მეუბნები რომ სამება უკვე პრობლემაა, იმიტომ ვიძახი, რომ განკაცების დოგმატი ჩვენ უშვებ იმას, რომ საღვთო ბუნება განკაცდა. და საღვთო ბუნება თუ განკაცდა, განკაცება შეეხო მამასაც. ამ ჩვენ ხომ მეუბნები რომ მამა და ძე ერთი ღმერთია, როგორც დაუბადებელი ბუნებით, ის არ შექმნილა, ის მას არ მისცემია რამე, მამას ის არ შეუქმნია, უწინარესი არ არის მამა. შენ ხო ამას ამტკიცებ, არა? მაშინ შენ როგორ მეუბნები რომ წმინდა მამები ვერ წვდებიან? თუ ვერ წვდებიან, როგორ მიმტკიცებ? თუ სამება გამოცხადებითია, როგორც ამას მღვდელი თეოდორე გიგნაძე ამბობს, მაშინ როგორ ხსნიან ამ ყველაფერს? თუ გამოცხადებია და ეს გამოცხადებითი და მისგონები ჩაუცნობელია, როგორ ხსნიან ამ ყველაფერს? დოგმატი რა? საბათ დოგმატი სათო მასწავლია. ეხლა მე მოგიყვანთ კონკრეტულად ბიბლიიდან იმ მუხლებს, სადაც იესო ქრისტე ამბობს, რომ ის არ არის უზენაესი ღმერთი და ის არ არის თვითონ სულიწმინდა. წაიკითხოთ შეგიძლიათ, ეს არის იოანეს სახარების მე-16 თავი. მე-5 მუხლი. და ახლა კი ჩემს მომავლინებელთან მივდივარ და არც ერთი თქვენგანი არ მეკითხება სად მიხვალ. აი ეს შეკითხვა არის მართლმადიდებლებს და ყველა იმ გაუკუღმართებული აზროვნების მქონე ქრისტიანებისადმი, რომელსაც იესო ქრისტე ეკითხება. თავის მოწაფეების თანამდებობით, იმიტომ რომ მის მოწაფეებსაც მისი აღდგომის არ აჭიროდათ. როგორ შეიძლება შენ იცოდე რომ ღმერთი მესია მოვიდა, ამას გეუბნება რომ მოკლავ მე-13 დღეს აღდგები და შენ მის აღდგომას არ ელოდებოდე და საფლავზე ქალებს უშვებდე და შენ არ მიდიოდე. და ის ქალებით ნესაცხებით მიდიოდეს და არ ჯეროდეთ რომ მისი მაცხოვარი აღდგა. სახარებაში 4 თავში აშკარად ჩანს, რომ მოციქულებსაც და არც მახარებელ ქალებსაც არ სცადნათ მაცხოვრის სიტყვები, რომ აღდგებოდა. ეს ჩანს, ნათლად ჩანს. ბევრგანაც ჩანს, რომ მოციქულებსაც კი არ სცადნათ მისი. თუ არ სცადნათ, და თუ არ ჯეროდათ, რომ იესო ქრისტე თავის სიტყვას შეასრულებდა, როგორ აღიარებდნენ ისინი თავიანთ მესიამ ხსნელ ღმერთად? კითხვა ხო ხდება და ამ კითხვას ეკითხება იესო ქრისტე, როგორც დღეს მართლმადიდებელ ორგანიზაციას, ასევე იმ დროინდელ მოციქულებს. ახლა კი ჩემს მომავლინებელთან მივდივარ და არც ერთი თქვენგანი არ მეკითხება სად მიხვალ. ეს მუხლი საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენ გავიაზროთ სამების დოგმატის არასწორი სწავლების შესახებ ცნობა, ანუ ვიცოდეთ, რომ ესენი არიან წყალებლები. თვითონ მამა გაბრიელი, წმინდა მამა გაბრიელის თავის წიგნში ჭეშმარიტება სულის უკტავებაშია წერს 91 გვერდზე, რომ აბრაამთან არ მისულა სამი ფრთიანი ანგელოზის სახით ღილსამება. არამედ მივიდა იესო ქრისტე მარჯვნიდან და მარცხნივ ეყენა მთავარ ანგელოზი გაბრიელი და მთავარ ანგელოზი მიქაელი. ორი დამჭელი ანგელოზი. რომელიც მიდის მეორე დღეს სოდომ გომორაში და ჯის ზეციდან, ანუ მამისგან. ის რომ იესო ქრისტესაც ეწოდება იახვე, ანუ ადონაი ძველი აღთქმის ღმერთის სახელი, ეს იმას ანიშნავს, რომ თვითონ ის ვინც არის მისგან გამოგზავნილი, ის თვითონ არის ის ვინც არის უზენაესი ღმერთი. ბევრი იახვეები არსებობს, აწვიმა იახვე მიახვესაგან წერია და ადონაისგან, ეს იმას ანიშნავს, რომ რაღაცა ბუნებით იგივდება და სამება არის. თუ სამება არის, რა თქმა უნდა, მამასთან ერთად ძე უნდა მოსულიყო და ასევე სულიწმინდაც, მაგრამ წმინდა მამა გაბრიელი ამბობს, ღმერთს ფრთები რა თუნდა. საკმარისია ეს იმისათვის, რომ სამების დოგმატი სწორად გავიგოთ. ანუ სამების დოგმატად კი არ ქცევა კი არ მოვახდინოთ, არამედ თქვათ, რომ სამება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არა ისეთი სახით, როგორც ასწავლის მართლმადიდებლური ეკლესია. სამება შეიძლება იყოს, მაგრამ სამება არ არის ერთი ღმერთი. აი ჩვენ ასე ვიძახით. და არა მარტო ჩვენ, თვითონ ბიბლია გვეუბნება ამაზე, თვითონ იესო ქრისტეს სიტყვას მივყვებით. დანარჩენი ახლა რასაც კომენტარებში წერენ, რა თქმა უნდა, მეც რო ყოფილიყავი ამათ ადგილას და დაახლოებით 7-10 წლის უკან იგივე რაღაცა ლევან პეტრიაშვილი გამოჩენილი იყო, მეც იმას ვამხელდი და დაუწყებდი განწყობინებას, რომ აი შენ ბიჭო, ამდენი ხანია მართლმადიდებლობა მოდის, წმინდა მამები ასწავლიან და როგორ შენ ახლა ერთ დღეს გაგეხსნა თავი და დაიწყე კრიტიკა და აქამდე ყველანი ვწდებოდით? არა მეგობრებო, ძალიან ბევრი ადამიანები არსებობდნენ ნიკეის კრებამდე და ნიკეის კრების შემდეგაც შუა საუკუნეებშიც და მე-18 საუკუნეშიც, თუნდაც ძველ მართლმადიდებლებში, რომლებიც ჩემსავით ფიქრობდა და ჩემსავით ამბობდა. სხვა აღარაფერი აღარ მოვიყვანე, ხა გუშინაც მოვიყვანე ლაივში, წმინდა მამა კლიმენტი რომანი პირდაპირ ამბობს. ჩვენ ვაღიარებთ ერთ ღმერთს. ძის მამას, ანუ ქრისტეს მამას ვაღიარებთ ერთ ღმერთად და არა ძეს და მამასაც ერთად როგორც ერთ ღმერთს. ეს სწავლება არ არის მართლმადიდებლური, ეს სწავლება არ არის ქრისტიანული. კარგი, ეხლა მოდი გავაგრძელოთ კიდევ რაზეა მნიშვნელოვანი ყურადღება, რაზე უნდა გავამახვილოთ. ეხლა ზოგი იტყვის, რომ რატო არ კითხულობ წმინდა მამის განმარტებას. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ იოანე ოქროპირის განმარტებები, მე თავს არ ავიდგე მაგის
კითხვისგან, იმიტომ რომ იქ საფუძველი გამოცდია მის არხსნის სამების არხს. ის ამბობს, რომ ხო, დამთავრდა. ზე არის ყველაფერი. ზის გარდა სხვა ღმერთს ვერ ხედავს. ეს არის ღვთისმობა. იესო ქრისტე ამ ასეთნაირებს ეკითხება. არ კითხულობთ თუ სად მივდივარ. ესე იგი, თუ იმაც ფიქრობენ, რომ ღმერთი მოვიდა სხეულში და აღიარეს თავიანთ შემოქმედად, რა თქმა უნდა, დაეჯერებინათ, რომ ღმერთი ყოვლის შემძლია და ის საკუთარ თავს აღადგენდა და რა თქმა უნდა, მესამე დღეს აღდგებოდა, რაც სრულად გამორიცხავს მოციქულთა სამოციქულო რწმენას, როდესაც ჩვენ ვიგებთ, რომ აქ არ ჯეროდათ ქრისტეს აღდგომის, დაჟე თომამ თითს თუ არ შეყო, არ დავიჯერებო, ეს უკვე უწმნობისა კი არა, თავხედობის გამოხატულება, სხვა რო არაფერი არ დავარქვათ, მე არ უწოდებ მას თავხეს და უწმნოს, იესო ქრისტე უწოდებს თომას სულიერ მდგომარეობას უწმნოებას. ნუ იქნები უწმნო, შეყავი ჩემ ფერჩი ხელი, ხო, აღონება. და მე ეკვითომ იესო ქრისტე მაღიარა, ისა თომა მაღიარა იესო ქრისტეს ღმერთობა და უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო რო უთხრა. რა თქმა უნდა, ბიბლიაში მოხსენებული არის სიტყვა ღმერთად, იესო ქრისტე, ჩვენ ამას არ უარყოფთ, მაგრამ ის არ არის მოხსენებული უზენაეს ღმერთად. არც ეს მოციქულს არ ეგონავთ, სამყარო შემოქმედი მოუკვდა და ძის სახით მოვიდა სამება ღმერთი დედამიწაზე და მამა ღმერთი ჩამოვიდა. არც ამას წმინდა მამა გაბრიელი არ ამბობს და არც ერთი ანტინიკეელი მამა ამას არ ამტკიცებს, რომ სამება მივიდა ა ブラ ამთან. თუ თვითონ იუდაიზმის გაგებაშიც არ არის. აი რატო არის თქვა იუდაიზმი და ქრისტიანობა ურთიერთ განსხვავებული რელიგია. ჩვენ ამას ხსნით და არა იმას, რამდენად სწორია სამება თუ არ არის სამება. თქვენ შეგიძლიათ საერთოდ არ მომისმინოთ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი აზრით გამოხატოთ და კი ბატონო, შეგიძლიათ, იმიტომ შევქმნი ეს პლატფორმა, რომ ამ ყველაფერზე საჯაროდ მესაუბრა. მე რას ჩავწერ და რას ვილაპარაკებ, ეს არის ჩემი გადასაწყვეტი, იმიტომ რომ მე არ ვამტკიცებით ფორმაში, რომ სამება ერთი ღმერთია. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, მაგრამ ამას ჭირდება ყველანაირად დამტკიცება, გამოძიება და იესო ქრისტეს სიტყვებთან შედარება. ჩემ სიტყვებს თავი დავალებოთ, მე ხო ჩემსას არ ვციტირებ. ასე რომ აგრესია ჩემს მიმართ არ უნდა იყოს მომართული, არამედ იმ სწავლების მიმართ, რომელსაც თქვენ გტენიან მართლმადიდებლობის სახით, რომლის უკანაც კაცშვილმა არ იცის რა დგას. აშკარად ტყუილია, თუ ტყუილს გასწავლიან და გატყუებენ, ჩვენ უნდა მივხვდეთ ეს, რომ იესო ქრისტე ამას არ იძახის. გავაგრძელოთ, აი ნახეთ რას ამბობს. ხა კიდე ერთი ჩვენი მეგობარი წერს ესეთ რაღაცას Facebook-ზე, რომ ამხელა რაღაცის ერთპიროვნულად 1 საათში გადაწყვეტა და გადაგება მიუღებელია. დიახ, გეთანხმებით, 1 საათში და ერთპიროვნულად გადაწყვეტა მიუღებელია, იმიტომ რომ დოგმად აქცია, სამება დოგმა არ არის, სამება არ არის სწავლება, სამება თუ გონებით შეუცნობელია, მაშინ შენ ნუ მიმტკიცებ, რომ სამი ანგელოზის სახით ა ブラ ამთან სამება მივიდა, როცა მამა არავის უნახავს და ღმერთს მთები რა თუნდაო წმინდა მამა გაბრიელი წერს. ნუ მე თუ ჩემი თუ არ გჯერა, აგერ შეგიძლიათ თქვენ თუ გადაამოწმოთ ამის განსრულს. ეხლა ნახეთ მნიშვნელოვანი მუხლი კიდე რასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ახლა კი ჩემს მომავლინებელთან მივდივარ და არ მეუნებით არავინ მეკითხება სად მივხვალო. თუმცა ეს რომ გითხრათ, წუხარებით აღივსოთ თქვენი გული. თუმცა ეს რომ გითხარით, წუხარებით აღივსოთ თქვენი გული. მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით თქვენ. გიჯობთ რომ მე წავიდე, რადგან თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან, ნუ გეშინიცემენი, ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას. ეხა ამას ჩემი სიტყვებით არ გამმარტავ, თვითონ იესო ქრისტე ამბობს, მოციქულებს ეუბნება. თუ მე არ წავალო მამასთან, ანუ ვინც მომავალ და იმასთან, თქვენზეო არ მოვალო სული წმინდაო. აი გაიხსენეთ ასეთი პარალელი სახარებიდან. იესო ქრისტე როცა გვერდით აღდგება, ლუკას სახარების ბოლო თავების მიხედვით, ის ეცხადება 11 მოწაფეს, ხო? და მე ერთ-ერთი מחარებელი იმდენად გაკადნიერდა, რომ დაწერა, რომ თურმე თომა მათთან არ იყო. რა თქმა უნდა, ეს იოანეს სახარებაში წერია, სხვაგან არცად არ წერია. ამით აშკარად უპირისპირდება იმ სინოპტიკურ სამივე სახარებას, მათეს, მარკოს და ლუკას, იმიტომ რომ იოანე ისეთ რაღაცას, ისეთ მოვლენას აღწევს, რაც არც მათი, არც ლუკა და არც მარკოზი არ წერს. თუ თომა მან დაარიყო და მერვე დღეს ეჩვენა იოანეს სახარების თქმით, მაშინ გამოდის, რომ 11 მოწაფეს კი არ ეჩვენა, 10 მოწაფეს ეჩვენა. იმავე დღეს, კვეთ აღდგომიდან იმავე დღეს. ხო, მოკლედ ჩვენ გვინდა რისი თქმა ესე იგი. თუ ამბობს იესო ქრისტე, რომ თუ არ წავედი თქვენზე არ მოვა სული წმინდა, ესე იგი უნდა წასულიყო მამასთან, ამაღლებულიყო, რომ შემდგომ იქიდან მოევლინა სული წმინდა მის მოწაფეებს. ანუ სული წმინდის მოფენა 50 დღეს მოხდა ქრისტეს ამაღლებიდან 40 დღის გასვლის შემდეგ 50 დღეს მოვიდა სული წმინდა თუ იმავე დღეს, კვეთ აღდგომიდან იმავე დღეს. ლუკას სახარების ბოლო თავი, 24 თავი, აღდგომის დღესვე ხდება ყველაფერი. იესო ეცხადება მოწაფეებს ემაუსის გზაზე,
იმავე საღამოს მიდის იერუსალიმში მათთან, გამოეცხადება და იმავე საღამოსვე ამაღლდება ბეთანიასთან. მოციქულთა საქმეების პირველ თავში, რომელიც ასევე ლუკას დაწერილია, ავტორი უცებ ცვლის ქრონოლოგიას და ამბობს, რომ იესო 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა მათ, ელაპარაკებოდა ღვთის სასუფეველზე და მხოლოდ ამის შემდეგ ამაღლდა. ეხლა დაუფიქრდით თქვენ. იესო ქრისტე ამბობს, თუ არ წავედი მამასთან, არ მოვა თქვენზე სულიწმინდა. ლუკა მახარებელი ამბობს, რომ აღდგომის პირველივე დღეს გაიყვანა ბეთანიამდე და მათ თვალწინ ამაღლდა. იოანე მახარებელი კი ამბობს, რომ თომა მათთან არ იყო და სულიწმინდა შთაბერა მოწაფეებს და სულიწმინდა გადავიდა მათზე. და არავმე 40 დღეს. იოანე და იმავე დღეს სულიწმინდა. აი რასამო თქვა, აი ეს გამარტებელი. იოანესთან საერთოდ სხვა სურათი არის. 50 დღის სულიწმინდის მოფენა, 50 დღე აღდგომიდან საერთოდ არ არის იოანესთან. იოანესთან იესო აღდგომის იმავე საღამოს შთაბერავს მოწაფეებს სულს და ეუბნება, მიიღეთ სულიწმინდა. ნახეთ იოანეს სახარების მე-20 22 მოხდა. ანუ აღდგომა, ამაღლება და სულიწმინდის მიღება თითქოს ერთ საკრალულ მომენტშია შერწყმული. დააკვირდით ახლა, სად მე-40 დღეს ამაღლება, სად იმავე დღეს საღამოს ამაღლება. ამას მე არ ვიგონებ თვითონ სახარებაში წერილი. ეს მე თეოლოგებსაც შევეკითხე და გაიქცეთ. იმის მე აღარ მოუწერიათ ჩემთვის არაფერი. საჯი მინდოდა ამ თემაზე საუბარი ედიშე ბატონი ედიშე ჭრიძესთან, მაგრამ რატომღაც არის სულ ამ თემაზე საუბარი და გაიცინა და გავიდა. ну მოკლედ ეს კითხვები იყო სემინარ აკადემიაში უტუნები ნამდვილად არ არიან იქ აქ ტვინი და აზროვნებენ უბრალოდ არ ჩანან ეს ადამიანები თავდაბალი ადამიანები არ ჩანან და განათლებული ადამიანები და ვინც აზროვნებს და იძახის რომ სამება არასწორი სწავლება იმას რა თქმა უნდა არ ალაპარაკებენ თორე ძალიან ბევრი ადამიანი არის ვინც მოაზროვნე ადამიანია ვინც სულიერი ადამიანია ვინც ნამდვილად ღვთისმეტყველი არის რომლებიც არ ჩანან უბრალოდ არ ჩანან გააკრეს რა თქმა უნდა ჩვენ მე-18 საუკუნეში გვაქვს მამაღმერთის ხატები რომ ის მარტოა ცალკეა ტრანსცენდენტულია ამაზე ევსები კესარიელიც საუბრობს ამაზე საუბრობს მინდა კლიმენტი რომაელიც ეპიფანე კვიპრელიც რა ვიცი ძალიან ბევრი წმინდა მამის დასახელება შეგვიძლია ჩვენ მაგრამ რა მოხდა ნიკეის კრებაზე რატომ გადაწყვიტეს რომ მამისა და ლოგოსის ბუნება ეს არის თანამარადეული და არ განიხილება ეს საკითხი თუ თანამარადებულია მაშინ მარკელოზე მართალი ყოფილა მისი იდეა იყო ეს ნიკეის კრებაზე რომ ლოგოსის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს თუ ლოგოსის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს, მაშინ ის ლოგოსი შემდგომ დაიპყრო ტრიაბად მამაში ძეში და სულიწმინდაში და ის ლოგოსი ყოფილა სამება. და ნუ ვამტკიცებ და ვეძახით რომ ეს გონებით შეუცდომელია. თუ გონებით შეუცდომელია, ნიკეის კრება რა არის? რას ხსნის ნიკეის კრება? იმას ხსნის რომ მამა და ძის ბუნება არის თანამარადიული. და იგივე სამტკიცებს აგერეს წმინდა მამაც ბასილი კესარიელი. ბასილი დიდი. რომ ძის ბუნებაც არის დაუბადებელი და შეუქმნელი. ეს ხო არის თვალებში ნაცრის შეყრა, ვინც ჩვენ გვეუბნება რომ ეს გონები ჩაუწდომელი. როცა თვითონ სახარებაში იესო ქრისტე გეუბნება რომ თუ არ წავედი მამასთან, არ მოვა თქვენზე სულიწმინდა. და ამავე დროს მიდის, ჯერ არ არის მამასთან ამაღლებული, ამაღლება არ მოხდა და იმავე დღეს, აღდგომიდან იმავე საღამოს სულის შებერვით მოწაფეებს აძლევს სულიწმინდას. ეს არ არის ხა საკუთარ თავთან დაპირისპირება? ხო და დაპირისპირება რო არის და ურთიერთსაწინააღმდეგო მუხლებით რო სავსეა მთელი 4 თავი და კიდე რა თქმა უნდა ბევრი მუხლები მაქვს ნაპოვნი. დაახლოებით 15-17 მუხლი კიდევ იპოვე. ამოწერილი მაქვს 4 თავის მახლოკეთები, ებრაული მახლოკეთები. თავინა ბოლომდე არის ურთიერთსაპირისპირო. ისი წერია, ესე წერია. ტყუილი წერია, მართალი წერია. მაგრამ ვერც ტყუილს ვიტყვი, ვერც მართალს ვიტყვი, იმიტომ რომ შენ თვითონ არ იცი. თავი ბოლო სიმართლე რა არის ამ წიგში. და ვიღაცა მე თეოლოგი გამოვა და მიხსნის რომ აი იესო ქრისტემ ადამიანური ბუნებით იძახის რომ მამა ჩემზე დიდია. ესე იგი მამა წარმოიდგინე იესო ქრისტე ისეთი ის იყო უტვინო, რომ ის ვერ მოტვინა, რომ ადამიანურ ბუნებაზე მაღლა არ უნდა შეედარებინა გამჩენი უზენაესი, რომელმაც გალაქტიკები და მთავარანგელოზები და ანგელოზები შექმნა და უხილავი ძალა და ხელმწიფება. რომ ის ადამიანს არ გატოლებოდა და არ შეედარებინა ადამიანისათვის. იესო ქრისტე ამას ვერ მოტვინავდა? კაი, თუ თქვა ადამიანური ბუნება ლაპარაკობს, ადამიანური ბუნება როგორ ამბობს ამას, რომ წავალ მამასთან, თხოვ მამას და მომცემ სულიწმინდას რომ მოგივლინო თქვენზე. როცა ნიკეა კონსტანტინოპოლის წამსი დგას აი ამ რწმენაზე ფილიოქოზე. სულიწმინდა გამოდის ძისგანაც, მაგრამ უპირველესად მამისგან. თქვენი სანაკებო იონე ოქროპირიც ამის მიმდევარი იყო, ბასილი დიდიც ფარულით ამის მიმდევარი იყო, მაგრამ ღიად არ ჩანდა და ასევე ყველა ვინც ნიკეა კონსტანტინოპოლის კრებას ეთანხმება, უნდა აღიაროს, რომ სამების დოგმატის და სწავლების მიხედვით ძისგანაც გამოდის სულიწმინდა. მაგრამ მართლმადიდებლობა დაუპირისპირდა კათოლიციზმს
და მოხდა დიდი სქიზმა მაგიტომ რომ იესო ქრისტე აძლევს სულიწმიდა შთაბერვით იოანეს სახარების მე-20-ვის 22 მუხლის მიხედვით. ანუ თვითონ იესო ქრისტე არის სულიწმიდის მიმცემი. და ამ კუთხიდან გამომდინარე კათოლიკური ეკლესია ამტკიცებდა მართლმადიდებლობის საპირისპიროდ მართლმადიდებლობისთან დიალოგში როცა იყო რომ სულიწმიდა გამოდისა ძისგანაც, მაგრამ უპირველესად მამისგან. მამას აყენებს უპირველეს უწინარეს. ეს არანაირი ჩემი მოგონილი არა შეგიძლიათ თქვენ თუნდაც მოიძიოთ ისტორიები და ნახოთ. მაგრამ მართლმადიდებლური ეკლესია კონტრარგუმენტს უყენებს კათოლიკურ ეკლესიას და ეუბნება რომ თქვენ ამ ტარაკონას თუ რაც იყო იქ სარაგოსას კრებაზე მიღებული ამ ამფილოქვეთი რაც არა ანტიმართლმადიდებლურია თქვენ მიიღეთ ისეთი მწვალებლობა რასაც საუკუნეების განმავლობაში აბნევთ ხალხს. წარმოიდგინეთ ეს კრება ნიკეი კონსტანტინოპოლის კრებაზეც ხო იყო ეს სულიწმიდისგან გამომავლობა და 10 წელი და 14 საუკუნე და მე-14 საუკუნემდე ქართველი წინამორბედები ეპიფანე ექვთიმე-ათონელიც კი აღიარებს რომ ეს არ არის ამ ფილიოქვე არანაირი კრეხელობა, იმიტომ ლათინებმა რაც მიიღეს წმენა იმპერატორ დოკასთან საუბრისას ამბობს, იმ დღემდე ისე მიყვებიან არც მარჯვნივ გადავხვიეთ, არც მარცხნივ. და იმასაც აღიარებს რომ ბიზანტიაში ბევრი ერესები იყო და რახან ბევრი ერესები იყო, ამიტომ მოხდა უმფუნოსის ეპისკოპოსის შეცვლი და ფილიოქვეს სწავლების ამოღებით თვითონ სულიწმიდა ძისგანაც არ გამოდის. მართლმადიდებლური ეკლესია ამბობს რომ სულიწმიდა იმიტომ არ გამოდის ძისგანაც რომ ამ კუთხით ჩვენ მამას ძეს უტოლებ და ვამართათ ებრაელებს რომ ესე იგი ქრისტე ტყუილად კი არ მოუკვლიათ ქრისტე მართალი ყოფილა რომ ქრისტე მოკლეს და თან თვითონვე ამტკიცებენ რომ სამების დოგმატით მამა ძის ტოლია რომ ტოლობა ნიშნავს იმას რომ ის არის იდენტური აბსოლუტურად ერთი არის. და თუ იდენტურია, მაშინ წმინდა ეფსები კესარი წმინდა თეოლოგიის მამა ეფსები კესარი პირდაპირ ამბობს, რომ ის ვინც ამბობს, რომ ძეც არის ტრანსცენდენტური ღმერთი, არ შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტ ქრისტიანი. და ის ვინც კიდე ამატებს, რომ მამა და ძის ბუნება იდენტურია, ის ხო საერთოდ ერეტიკოსად უნდა გამოაცხადოს ეკლესია. არ ვიცი, ეს ხო ჩემი მოგონილი არ არის, უბრალოდ რასაც გიწერენ, მე იმას ვავრცელებ. შეგიძლიათ თქვენ დამეთანხმოთ, შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, შეგიძლიათ ფაქტო გამოიძიოთ და როგორც მე ვიწვალე ასე თქვენც მიხვიდეთ ამ მდგომარეობამდე, მაგრამ პრობლემა იმაში არის, რომ ადამიანებს არ უნდათ შესწავლა. ადამიანებს იესო ქრისტეს სიტყვის გააზრებას არ უნდათ. აი, რამდენი მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხოვრობს მართლმადიდებლურად? არავინ. 3% თუ 2%-იც არა. ისიც შეიძლება განდეგილი ბერები იყვნენ და მართლა 20-ში რო არიან და რაღაც მუხლებს რო იტყავებენ 24 საათი ლოცვებში. მაგრამ თვითონ ქრისტიანობა და ქრისტიანები ცხოვრობენ თუ არა იესო ქრისტეს სიტყვის მეშვეობით? რა თქმა უნდა არა. მარტივად გეტყვი. ნებისმიერ ქრისტიანი გააჩერეთ და უთხარით. თუ ისევ გათიშეს აი. აი გააჩერეთ მართლმადიდებელი ქრისტიანი და შეიკითხეთ. თუ აროჩე რა, იმე აი ხელი როგორ მეშლება ყველანაირად რა. თიშავენ და მერე ისევ თავენ, თიშავენ და თავენ. მეთამაშებიან რა, ესენი ხა ზიან და კისკისებენ ალბათ. ზიან და ხარხარებენ ხა ხო არ არის მეტი რა უნდა იფიქრო ხა პირდაპირ აშკარად და ცალსახად ღიად მე კი არ უპირისპირდები. მე გთავაზობ თლიან სიუჟეტს. რომ დაგანახოთ თქვენ რა ხდება. ხო, მოდი ეს თემა გავშალოთ ახლა. ეს თემა გავშალოთ. თუ მამის ნება იყო რომ მისი ძე მოეკლათ კაცობრიობის ცოდების თავის თავზე ასაღებად, მაშინ ბოროტი მევენახეების სიგავში რატომ მოდის მამა მათ დასასჯელად? აქ აშკარად ჩანს სხვა მამა, რატომ ჯის მამა თავისი ძის მკვლელებს, თუ კი მისი სურვილი იყო მისი ძის სიკვდილის მეშვეობით ხსნა კაცობრიობის? რას ვეჭით მაშინ იუდეველებს? ვიღაცას მაინც ხო უნდა მოეკლა უზენაესი ზე, რათა წერილი აღსრულებულიყო? მე არ მესმის თუ იესოს მამა ძველი აღთქმის ღმერთია იახვე? მაშინ რატომ მოკლეს ჯვარზე იუდეველებმა? რატომ არ მოусმინეს იესოს? ებრაელებს როცოდნოდათ რომ სამება იახვეა და იესო ღმერთია, ხომ არ მოკლოდნენ, რა თქვენ რო ყოფილიყავით და მართა რო ეარსება იესო ქრისტეს და ეთქვა თქვენთვის რომ ეს არის ღმერთის ძე და ღმერთია სამება, თქვენ გაბედავდით მის სიკვდილს? ვინ გაბედავდა, რომელი ადამიანი გაბედავდა ღმერთისთვის რომ ძე მოეკლა? თან საწერია ძველ აღთქმაში რომ მესია რომ მოდის მესამე დღეს უნდა აღდგეს და ამაღლდეს. ესეთი სწავლება არ არსებობს. მესიის ამაღლების შესახებ იუდაიზმში სწავლება არ არსებობს.
არც ისწავლება არ არსებობს, რომ მესამე დღეს მესია რომ მოდის, უნდა მოკლან და მესამე დღეს აღდგეს. ჩვენ ამაზე წინაზე ვისაუბრეთ. რატომ უთხრა იესომ მამა თქვენი რომ მამა ჩემი იყოს გეყარებოდა ჩემი თავიო თუ კი ძველი აღთქმის ღმერთი ეშმაკია. და ამბობს კიდევაც რომ მამა თქვენს ღმერთს რომელსაც თქვენ მამას უწოდებთ მამა ჩემიც არის. იგივე მერვე თავში ივანე სახარების თქვენ შეგიძლიათ ნახოთ. აი მოდი უფრო საინტერესო გავხადოთ წავიკითხოთ. მიუგო იოსუმ და თქვა 54 მუხლი არის მერვე თავის ივანეს სახარება. თუ ჩემს თავს ვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე მამა ჩემი მადიდებს, ვისთვისაც თქვენ ამბობთ, ის არის ჩვენი ღმერთი. აი ებრაელები, ვისაც იახვეს უწოდებდნენ, იესო ქრისტემ ამით აღიარა, რომ აი ის არისო მამა ჩემი, ვისაც თქვენ იახვეთი მოიხსენებთ ღმერთად. იერუსალიმის ტაძარზე თქვა კიდე მესამე თავის მეორე თავი ეს თქვართები ივანეს სახარება ის. რომ იერუსალიმის ტაძარზე თქვა მამა ჩემი სახლი არის. ხო ვერ ვარყოფთ ახლა ამას რომ იესო ქრისტემ არ აღიარა ძველი აღთქმის ღმერთი იახვე რომ თავისი მამა იყო. რა თქმა უნდა თუ თავისი მამა იყო თავის მამაზე როგორ იტყოდა რომ ეშმაკია, მაშინ თვითონ ეშმაკის ძე გამოვიდოდ. ასე რომ არასწორად ინტერპრეტაციას უკეთებენ. ეს თვითონ ფილოსოფოსი თეოლოგები და ამბობენ რომ აი თქვენი მამა ეშმაკია. რა თქმა უნდა ეშმაკი არ არის იახვე, როგორც ეს მიაწერეს. თითქოს იესო ლაპარაკობდა ამას რომ იახვე ეშმაკია, არ არის იახვე ეშმაკი. აგერ წაიკითხეთ ივანეს სახარება მეორე თავის მე-16 მუხლი და მტრედებით მოვაჭრებს უთხრა გაიყვანეთ ეგენი აქედან და ნუაქცევთ მამის ჩემის სახლს სავაჭრო სახლად. თუ იახვე ეშმაკია და ის იერუსალიმის ტაძარი იახვეს სახელზე იყო და ეშმაკის უშენებდნენ ტაძარს ებრაელები, მაშინ მამამისის სახლი როგორ იყო? მამის სახლად რატო აღიარა იესო ქრისტე? ნუ კაი ხა ეს კითხვები მართლა გეუბნები მართლა არ მოსწონთ და კიდე ერთი შენიშვნა. მამის ნება რო ყოფილიყო ძის ჯვარზე გაწირვა. პატიება სხვა აღარ ითხოვდა ძე მამისადმი რომ აპატიე მამა არ იცი რას აკეთებენ. რა არ იცოდნენ წერილი აღასრულეს უნდა მოეკლათ ძე ჩვენი წოდებით. ადრე თუ გვიან ვიღაცას ხო უნდა მოეკლათ. და ყველაზე მაგარი იცი რა არის? აქაც ებრაული მახლოკეთებია. იესო ქრისტე თავისი ნებით ამბობს რომ მამა ამარიდეს ასმისი არ სურს მას ჯვარცმა. ნახდათ ესე წერია რომ ამარიდეს ასმისი ანუ არ აქვს სურვილი რომ ჯვარზე მოკვდეს. და მეორე ვარიანტში პეტრეს ეუბნება და ჩააგე მახვილიო ქარქაშიო რომ არ გინდაო რომ მამა ჩემი სასმელი შევსწაო არ შემიძლიაო მამა ჩემს უბრძანო და მიქაელის და ანგელოზი თავარანგელოზები ჯარი გაუმიგზავნოს რომ დამიცვალო შენი დაცვა რა შემჭირდებაო აბა ეს მახვილები რატო აღებინა ხელში მოციქულები დანებს ვატარებდნენ შენი მოწაფეები რომ დანებს ატარებდნენ შენ არ უნდა გააკონტროლო რატო დადიან შენი მოწაფეები დანით თუ შენ ომისა და სისხლისღვრის წინააღმდეგი ხარ, ხო? და დაცვა არ გჭირდება. რას დადიან შენი მოწაფეები დანით? არ აღას უკრძალო პეტრეს ჩააგე მახვილში მალქოზას ყური რო ჩამოაჭრა და ყური შეომთელავო. ეს ხო არის ზღაპრები. ეს არის აგატა, ანუ შეტყზილი ზღაპარი. რეალურობაში ეგეთი რაღაც არ მოხდა. ანუ ვიღაცამ დახატა ეს მოიაზრა დამწერმა სახარებას და მიაწერა იოანეს. და ესეთი სისულელე იოანეს თავში არ წარმოვიდა და თუნდაც מחარებელი ყოფილიყო და დაეწირა ეგეთი რაღაც. ჩვენ ამ ტექსტს განვიხილავთ ახლა როგორც თეოლოგიის ბუკეტს. აი თეოლოგები რო ამბობენ რომ გადამუშავებული მუხლებით, აი ნახე იესომ რა თქვა. აგა ერთ-ერთი ადამიანი წერს დავით ჩხაიძე კომენტარში ახლა რაც თქვით ამ ყველაფერზე უკაცრავად, მაგრამ გონი უფრო სწორი იქნება საკითხის დაყენებასთან ერთად გადმოსცეთ თუ როგორ ხსნიან და განმარტავენ ამას ამ საკითხებს ეკლესიის მამები და მხოლოდ შემდეგ ჩაგვაგდოთ თქვენი პოსტების კითხვები საგონებელში. რადგან თქვენი ლოგიკით გამოდის რომ მაგალითად იუდა ღვთის ნებას აღასრულებდა, ხოლო დანარჩენი ეწინააღმდეგებოდნენ. ღვთის ნება აღსრულდა. კიდე გამითიშეს რა ლაივი, ესე იგი რა ვის ხელში ვარ ღმერთო არ ვიცი რა. გავაგზავნოთ. მალე დავასრულებ რა, ძალიან დიდი თემაა ეს და ესე გამოდის რომ დიდი ხანი უნდება რა ამ საკითხის გამწობას.
და ვით წერს ერთ საათში ამას ვერ ჩატევა, მართალია ერთ საათში ვერ ჩავდე, მაგრამ თავარ სათქმელს მაინც ვიტყვი რა. ანუ ესე გამოდის რომ შენი თქმით რომ იუდა მოხდისნება აღასრულა. რა მნიშვნელობა აქვს იუდა იქნებოდა თუ პეტრე იქნებოდა, ვიღაცას მაინც უნდა გაიცა. ვიღაცას მაინც უნდა მოეკლა იესო ქრისტე, როდესაც იესო ქრისტე თავისივე სიტყვებით ამბობს რომ თვითონ დაძდებს სულს და თვითონვე აღადგინებს. აი ნახოთ ეგ მოხლიც ანალოგიურად. როგორ ეხლა დავით ხაიძეს ვწერე, როგორ გამარტავენ ეკლესიის მამები ამ საკითხს, ვეკითხები, აბა თქვენ თვითონ მიპასუხებთ. აი აღარ მოუწერია მე. თუ თავისი თავი ქრისტემ თავისი ნებით დათმო, რადგან იძახის დავდებ მას ჩემისო, ხო დათმო არა იოანეს სახარება 10:18, აგერ შეგიძლიათ ნახოთ პირდაპირ. ვერავინ წაიღებს მას ჩემგან, არამედ დავდებ მას ჩემით. ესე გამოდის რომ იესო ქრისტეს ვერავინ ვერ შეეხებოდა თუ მას არ სურდა ეს. და რაღაც ვერ ჩით მაშინ მას. მაშინ გამოდის რომ მკვლელობაში აღარ უნდა დავადანაშაულოთ ებრაელები. რანაირად მოკლეს მაშინ თუ კი ეს ამბობს რომ ჩემით დავდებ თავს. ანუ მე თვითონ შევეწირები. თავი მოაკოლევინა თავის ხალხს. ღმერთი მოვიდა თავისიანებთან, ღმერთმა გამოაგზავნა თავისი თავი ღმერთი ადამიანებთან, თავისიანებთან იმისათვის რომ ღმერთს მოეკლა ღმერთი და ღმერთი შეწირული იყო მსხვერპლად ღმერთს. აი ამას ასწავლის სამება, სხვა კი არაფერს. და თქვენ მეუბნებით რომ მე ვარ საცუდავი და მართლა საცუდავი ვარ თქვენს ხელში. მართლა საცუდავი ვარ თქვენ ხელში. აი თქვენერი გამოთაყვანებული ხალხის ხელში. როგორც მამა ნიკოლოზმა თქვა, დებილების ხელში ვარ. ბიჭო, გიწერია კაცი რომ თავის ნებით მიდის სიკვდილზე, თავის ნებით დათმო სიცოცხლე. ვერავინ შეეხებოდა მას, თუ არა ჩემითო. ვერავინ წაიღებს მას ჩემგან, თუ არა ჩემითო. ხელმწიფება მაქვს მას დადება, მისი დადება და ხელმწიფება მაქვს კვლავ დაბრუნება მის. კაც თავის პირით ამბობს რომ მოსულია იმისათვის რომ თავისი ნებით დადოს ეს სხეული და თავისი ნებით აღადგინოს კვეთით. და მერე იძახის რომ მამა ამარიდე სასმისიო და არა იყოს ჩემი ნება, არამედ შეჟინება, ამას ადამიანური ლაპარაკობს. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანური ბუნებით ლაპარაკობს? ადამიანური ბუნებით ლაპარაკობს, ზეცაში როდის იყო იქიდან რომ ჩამოსულიყო. ჩემი ნების შეესრულებად არ ჩამოსულა. ამას ადამიანი იძახის, ადამიანი როდის იყო ხორცის იქიდან ზეცაში რომ იქიდან ჩამოსულიყო. კაი, გავაგზავნოთ კიდე. ნახეთ მე-16 თავი რატო არის მნიშვნელოვანი. მე-13 მუხლი. ხოლო როდესაც მოვა იგი ჭეშმარიტების სული, წაგიძღვება თქვენ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ. ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს იტყვის და მომავალს გაუწყებ თქვენს. რას ნიშნავს თავისით არ ილაპარაკებს? ვისგან მოისმენს სული წმინდა? თუ კი ის ერთი ღმერთი, აბსოლუტური გაგებით იესო და სული წმინდა ერთი ღმერთი არის. რაში სჭირდება სული წმინდას მოусმინოს სხვას და შემდგომ გამოეგზავნოს იესოსგან, რომ იესოს ნათქვამი სიტყვები თქვენ აგიხსნათ და ყურში ჩაგჭურჭლოს თუ შთაგაგონოთ თავში იესომ ეს როგორ თქვა. თუ ის აბსოლუტური გაგებით ერთი ღმერთია. თან მით უმეტეს იესო ამბობს რომ მუდამ დღე თქვენთანა ვარ ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე. ჩემთან როგორ ახარ? თუ ჩემთან ახარ, მაშინ ვის ეუნები? ჰე მოხვიდოდე უფალო. ვის ელოდები მაშინ თუ მარადიულად ჩემთან ახარ? ის მადიდებს მე ვინაიდან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. და ეს მუხლი მოყავს აქ ბასილი დიც რომ აგერ ყველაფერი რაც მამას აქვს, ჩემი ამიტომ თქვი, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. კი, მიიღებს, მაგრამ ვინ მიიღებს? თუ მამა ძე სული წმინდა სამივე ბუნებით უშობელი და დაუბადებელი და შეუქმნელია, ვიზე ამბობს იესო ქრისტე ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. რაში ჭირდება სული წმინდას ძისგან ამის მიღება? და თან ჩვენთვის სწავლება, როცა იესო ქრისტე საკმარისია ერთი სიტყვაც რომ მე ის გავიგო. იესო ქრისტე ხო თქვენი ღმერთია, ხო გეუბნებათ რასაც ჭირა. რატო არავინ არ ცხოვრობს იესო ქრისტეს სიტყვის ამბავი? რატო არავინ არ ცხოვრობს? მეორე ჯვრის წერები, მესამე ჯვრის წერები რა არის ეს? იესო ქრისტე გეუბნება, ვინც გაშვებულ შეირთავს მრუშობს, დამთავრდა ეს აღარ განიხილება. ეხლა მანქანა ჩართეს. აი აზე ხარ სადაც ცხოვრობ, მთელი ეს სამყარო არის ეშმაკის ხელში რა. აი მე აქ ღმერთს, აი ამ წიგში მე ღმერთს ვერ ვხედავ. თქვენ თუ ხედავთ, აგერ მე დამანახეთ რა, იქ მე დაუბრმავდი მართლა და ვერ ავხედავ. ამ წიგში თქვენ თუ ღმერთს დაინახეთ, გამოცანეთ, აბა როგორია. პირდაპირ ამბობს იესო ქრისტე.
თავისით არ ელაპარაკებს. რას ქვია ის სულიწმინდა თავისით არ ელაპარაკებს? ღმერთი არ არის, ვინმე სხვა სჭირდება რომ უკან ახოს რა უნდა გითხრას ჩვენ, თვითონ არ იცის რა უნდა თქვას. თან იესო ქრისტე ამბობს რომ მხოლოდ მამამიცის მეორე მოსვლის ჯამი და დააკვირდით თქვენ ამაღლებისას იესო ქრისტე რომ ამაღლდება მე-40 დღეს. საქმე მოციქულთა პირველ თავში ეუბნებიან ეს მოწაფეები რომ აი მოდი ზუსტად ვნახოთ საქმე მოციქულთაში ნახე როგორ არის. რამხელა მინუსია ჩაწერილი. და თქვენ ამას რომ ვერ ხედავთ. აი გმიკვირს რა. ნახე უყურე. შეკრებინი კი ეკითხებოდნენ მას დამოდნენ უფალო ნუ თუ ამ დროს აღუდგენ სამეფოს ისრაელს უთხრა მათ არ არის თქვენი საქმე დღეთა და წელთა წოდნა რომლებიც დაადგინა მამამ თავისი ძალმოსილებით. მამამ დაადგინა მე კი არა უკაც. თქვენი საქმე არ არისო საათების და დროის გამო ანუ მეორე მოსვლაზე საუბარი რა როდის აღუდგენ ისრაელის სამეფოსო. ანუ როდის დაბრუნდები შენისუფლებით მეორე თუ რა. რატო დაუსვავდნენ მოციქულები ამ შეკითხვას? ჯერ ერთი აქ მოციქულები არ ჩანს რომ იყვნენ მოციქულები, იმიტომ რომ მოციქულები აგერ იოანეს სახარეს მიხედვით სულიწმინდა მიიღეს უკვე. აქ როგორ იქნებოდნენ? და თვითონ პირველივე თავში საქმე მოციქულთაში წერია რომ მოციქულები იესოს ამაღლებას არ დასწრებიან, ისინი იყვნენ სახლში შეკრებილები. როდესაც ეს შეკრებილი ვინც იხილეს იესო ქრისტეს ერთად აღმავალი დაბრუნდნენ იმ სახლში, იქ დახვდათ მოწაფეები მარიამთან ერთად. აი ესეთი სურათია მარკოს საქმე მოციქულთაში. და საქმე მოციქულთაში კიდე ის არის მახლოკეთი ებრაული რომ აშკარად აქ ვინც დგანან ეს შეკრებილები ეკითხებიან იესო ქრისტეს იგეთ რაღაცას რაც არ უნდა დაუსვა, არ უნდა დაესვათ ეს შეკითხვა. როდის მოხვალო ანუ რა მეორე და როდის მოვაწევ სასუფეველსო. ხო? ნახე, როდის აღუდგენ სამეფოს ისრაელს. ანუ მეორე მოსვლაზე სობა, როდის მოხვალ, აბა სამეფო როგორ უნდა აღედგინა იესო ქრისტეს. აქაც მესიანური ებრაული გაგებაა, ესე იგი იესო ეგონათ თვითონ მესია რომ სამეფოს აღუდგენდა ისრაელს. და რა თქმა უნდა იესო ქრისტე თუ ზეცაში თუ არ წავიდა და სამეფოს როგორ აღუდგენდა. ანუ ურთიერთსაპირისპიროა და აგერ ჩვენ ვიცით 4 თავში რომ მოწაფეები გაფრთხილებული ყავდა იესო ქრისტეს რომ მეორე მოსვლის ჟამი არავინ არ იცის, მხოლოდ მამამიცის, არც სულიწმინდა არ იცის, თქვა კაცობრიობი ბუნებით იესო ქრისტემ არ იცის, დაუშვათ კაცობრიობი ბუნებით არ იცის და დაავიწყა. ხო, მაგრამ სულიწმინდამ ხო იცის, რატო ამბობს რომ მხოლოდ მამამიცის, სხვა არავინ არ იცის? სულიწმინდამ არ იცოდა? ან თუ სულიწმინდამ იცის, რატო ამბობს ახლა რომ თავისით არ ელაპარაკებსო, რასაც მოისმენსო, ვისგან მოისმენს, აიდან მოისმენს. სულიწმინდა საში სჭირდება ვინმესგან მოსმენა რომ ჩვენთვის გასწავლოს. ის ხო ღმერთია, აბსოლუტური ღმერთია, ხო? როგორ შეიძლება იმის თქვა რომ სამება ერთი ღმერთია? არ შეიძლება, ეს არის კრეხელობა, ღვთისგმობა. მე ამას კი არ ვადასტურებ მტკიცებით ფორმაში. გამოსავალს გიხსნით რა რომ მოწაფეებს თუ უთხრა რომ მეორე მოსვლის ჟამი თქვენი დრო არ არის და არავინ არ იცის გარდა მამისა და პარავით მოვაო დაამატა, ანუ არ უნდა ველოდებოდეთ, ისე უნდა მოვიდეს, არ უნდა მოველოდებოდეთ. მაშინ მოწაფეებს ეს შეკითხვა თუ გაუჩნდებოდა საქმე მოციქულთას პირველ თავში, როდის მოაწეო, როდის აღუდგენ სასუფეველსა ისრაელის სამეფოსო. და ხო აღარ ეტყოდა მე თქვენი საქმე არ არის ჟამთა და ვადების და საათების ცნობაო. არამედ რაც მამამ დაადგინა, ორჯერ ხო არ გაუმეორებდა ერთი და იგივე. აქ ჩანს რომ ამას ვინც ეკითხება, ისინი არ არიან მოწაფეები. მოწაფეებმა ძალიან კარგად იცოდნენ რომ მეორე მოსვლა მოხდებოდა პარავით, არავის ეცოდინებოდა ის როდის მოვიდოდა, მოხდებოდა. ანუ ესე როდის მოვიდოდა. მოკლედ გასაგებად ახსენე მეგობრებო, რა ვისაც ყური აქვს ის მინოს, ვისაც არა კიდე ეს სიბრმავე დროებითი არის. რა თქმა უნდა, მე წოდესღაც დაბრუნებული დავდიოდი ამ ტაძრებში და გალობდი და კითხვას რაღაცა კითხვა გემიჩნდებოდა, მაგრამ არ იყო ანთებული, ანუ ის ცეცხლი ნაპერწკალი იყო, ის აჟიკაკას რო ანთებდა ვერ ინთება. და უცბად ერთხელ აინთება და სო, იმას ვეღარავინ ვეღარ ჩააქრობს, თუ შენ არ გინდა. თუ შენ არ გინდა, იმას ვეღარავინ ვერ ჩააქრობს. მე ამ ცეცხლს ვაგდებ, რომ გაღვიდეს, ანუ თქვენ გაგვიდეთ, ერთმანეთს წაიკიდოს აავდეს რა. არ შეიძლება ესა, იმიტომ ამბობს რომ ეს გდელები ჩუმად არის, ისინი ვერ ილაპარაკებენ და გარგავენ სამსახურს. ილაპარაკეთ აბა ამ საკითხებზე, მიდი. რომელიმე თეოლოგი გამოვიდეს ამ საკითხებზე ილაპარაკოს. ხეფის კვერი რომ ქრისტეს ხორცად აქცია, სათქვა ქრისტემ რომ პური არის ჩემი ხორცი. თუ თქვა რომ პური ხორცი არის, მაშინ რატო ამბობს რომ ეს ის პურია რომელიც ზეციდან ჩამოვიდა. ხორცი როდის იყო ზეცაში რომ იქიდან ზეციდან ჩამოსულიყო? ანუ იესო ქრისტე გამოყავს შენ მატყუარა. და თეოლოგი ხარ ვიღაცა და თვალებში ნაცარს გვაყრი. უნამუსო და უსირცხვილო. აი ესენი არიან თეოლოგები. ხო, ეს მეორე ლაივი არის სამების სამხილად, რომ სამება არის ერესი და არის წვალებლობა, მოციქულთა მიერ არის დაგმობილი. და კიდე არის ერთი რაღაცა კითხი, ნუ მოკლედ ძირითადად ლაითად შევეხები მაინც.
იოსო თუ მე-40 დღეს ამაღდა აღდგომიდან. იოსო მე-40 დღეს ამაღდა, ის შევეხეთ უკვე თუ პირველ დღეს ამაღდა მათვე წინ. თუ მერვე თუ პირველივე საღამოს ამაღდა ლუკას ახარების მიხედვით, იოანეს ახარების მიხედვით, მერვე დღეს თომას რანაირად ეჩვენა. რანაირად ეჩვენა. იმავე დღეს ამაღდა, კაცი რა ჩამოვიდა და მერე ის წავიდა მამასთან? თან 40 დღის მერე ამაღდა. ხო. მოკლედ ჩვენ არ გვსურს რომ ვიყოთ ბატები, ჩვენ გვსურს რომ ვიყოთ ნამდვილი იესოს მიმდევრები, იმათ ქრისტიანებიც არ ერქვათ რა. და რასაც იესო ამბობს სული წმინდაზე რომ აგერ თავისით არ ელაპარაკებს, გავარჩიოთ ეთი არის. რომელიც წმინდა მამა მარტოს მაგას. რა თქმა მე ხა ბასილი დიდი პირდაპირ არის ღვთისმოբელი. აი კიდე ერთი მნიშვნელოვანი ეს არის თომას ახარება, რომელიც გამოვეცი და ძალიან ბევრს აინტერესებს რომ არ დამიწერია ხა ჩემი სახელით და არატეხილიყო ერთი ამბავი, იმიტომ რომ ეს თავიდან ბოლომდე ჩემი აზრები არ არის. ამიტომ არ დავაწერე სახელით და იმიტომ რომ თომას ახარება მე არ დამიწერია ავტორი არა ვარ. როცა სახარებას ვეხები და როცა სახარება გამოიცემა, მე არ მიმაჩნია სწორად იქ მიუთითო ვისი სახელით არის გამოცემული თქვა სახარება. ამიტომ არ ჩავთავაზ საჭირო რომ ჩემი სახელით და მიმეთეთებენ ამ წიგში. აი აქ რა მიწერია ნახეთ. თუ იესო ქრისტე ამ ბასილის თქმით არის დაუბადებელი ღმერთი, შეუქმნელი ღმერთი, მაშინ რა შეჭირდება ძე ღმერთს, როგორც სამების მეორე წევრს მიიღოს ცხებულება სამების პირველი წევრისაგან. თუ მყისიერი და თანამარადებლად ისინი იყოფენ განუყოფლად თავისივე თავში არსებულ საფრთხო სუბსტანციის მთლიანობას. ტერტულიანე წერს ასეთ რამეს. ეხლა წარმოიდგინე რომ რატომღაც იესოს ეძახი შემოსილს. ანუ მირონცხებულს, ისევე როგორც მას ქრისტეს უწოდებენ ცხების საიდუმლოდან. შენ თანასწორად უწოდებ იესოს ღვთისძეს და ამავე დროს თვლი მას შემოსილად? ახლა ქრისტეს შესახებ, თუ ქრისტე მამაა, მაშინ მამაც იყო ცხებული, რაც ნიშნავს ხვის მიერ ცხებულს. თუ თავის მიერ, მაშინ დაამტკიცე ეს. მაგრამ ეს არ არის ის, რასაც მოციქულთა საქმეები ასწავლებს. როდესაც ეკლესიამ შეეხაღადა ღმერთს, საქმე მოციქულას მე-4 თავის 27-ე მუხტ ციტირებ. ვინაიდან მართად შეიკრიბენ ამ ქალაქში შენი წმინდა მსახურის, შენს მიერ ცხებული იესოს სამტროდ ჰეროდეს და პონტიულ პილატე და წარმართებს და ისრაელის ხალხთან ერთად. ასე რომ მათ დაამოწმეს რომ იესო არის ღვთის ძე, რომელიც არის ცხებული მამის მიერ. მაშინ სადამე თუ იესო ქრისტე, მაშინ სადამე იესო იყო ქრისტე, ანუ მირონცხებული, რომელიც მამამ ცხო და არა მამა, რომელსაც ცხო, რომელმაც ცხო ძე. ჩვენ გავთქვით რომ თუ ბუნებით ერთი ღმერთია, მაშინ მირონცხებული იესო ქრისტე აღარ არის. ანუ მირონცხებულობას უარყოფენ, ანუ იესო ქრისტეს ბუნებას უარყოფენ. თვითონ იესო ქრისტეს მისიას უარყოფენ სამების დოგმად. იესო ქრისტეს თავიდან იშორებენ საერთოდ. აი, როდესაც იესო ქრისტეს გინდა აღიარო, იესო ქრისტეს ვერ აღიარებ მას თუ მის მამას არ აღიარებ. თვითონ ამბობს იესო, ვერავინ მოაჩერდა თუ მამა ჩემ არ მოიყვანს. მამას ეს არ აინტერესებს, ეს არ აწყობს. არ აწყობს, როგორ აწყობთ ახლა? არა მეორე მოყავთ ის რაც სიამოვნებთ. აბა ვერავინ ჩემთან ისე ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემითო. ისიც ეთქვა რომ ვერავინ მოვა ჩემთან თუ მამა ჩემ არ მოიყვანა. იონათლისმენი რა თავისით მივიდა იესოსთან? ვა დაინახა ღმერთი და უჩემო ღმერთო? მაშინ რაღაცო ეუბნება ლევიტელებს რომ როდესაც ეთყვიან ნახეო იესოც შენაერად ნათლავსო როგორც შენ ნათლავდიო და ივანე ეთქვის არაფერი მიეცემა კაცს თუ მას ზეციდან არ აქვს მიცემული. თუ იცოდა რომ იესო ქრისტე ჩვეულებრივი ღმერთი იყო, რატო ამბობს რომ ის არაფერი მიეცემა კაცს თუ ზევიდან არ აქვს მიცემული. ასე იონათლისმენს არ ჯეროდა იესო ქრისტე რომ ზენაის ღმერთი. კაი, და კიდე ერთი მნიშვნელოვანი მუხლია, ეს შეიძლება ეს ციგნი. ეს არის ფრაქსიაქსის წინააღმდეგ მიათა თავი ნახეთ ის რას ამბობს ტერტულიან. ეს სანამ ეკლესია ერეტიკოსად გამოაცხადებდა, ეს მანამდე დაწერა და ეკლესიის თეოლოგიის მამადაც იწოდება ტერტულიანი. შესაძლოა ძალიან ძლიერი ნაშრომები აქვს მოციქულებს იცნობა. ეს ნაწერი დაწერა 213 წელს თუ არ ვცდები, 213 წელს დაიწერა ეს ფრაქსიაქსის წინააღმდეგ. ამგვარად ერთი მათგანი არის მამა, ხოლო მეორე კი ძე. და როგორც დღე და ღამე არ არის ერთი და იგივე, ასევე ძე და მამა არ არის ერთი და იგივე. რათა არ აღმოჩნდეს რომ ორივე ერთია. თითქოს თითოეული მათგანი ერთდროულად იყოს მეორე. ეს არის ის, რაც ამუკასრიათ ამავე მონარქებს სურთ. ისინი ამბობენ, მან თავისი თავი ძედ აქცია. მაგრამ მამას არ შეუძლია საკუთარი თავი გახადოს თავისი შვილი. ხოლო ისინი, ვინც ერთმანეთისგან არიან შექმნილნი, ვერანაირად ვერ იქნებენ ერთმანეთისგან. ისე თითქოს მამა თავს შვილად აქცევს, ხოლო ვაჟი მამად. ისევე როგორც ძემ გახადოს საკუთარი თავი მამა. დააკვირდით ინსტიტუციას, რომელიც თავად ღმერთმა შექმნა. აუცილებელია მამას ყავდეს ვაჟი, რომ მამა იყოს და ვაჟს რომ ყავდეს მამა, რათა ეწოდოს ვაჟი.
თუმცა ერთია გქონდეს და სხვა რამ იყო. მაგალითად, ქმარი ვერ გახდები თუ კი არ მეყოლებათ სული, მაგრამ თვითონ მე ვერასოდეს ვერ ვიქნები ჩემი თვალი. ასევე მე რომ მამა ვიყო, უნდა მყავდეს ვაჟი, მაგრამ მე ვერასოდეს ვიქნები საკუთარი თავის შვილი. და იმისთვის რომ ვაჟი ვიყო, მე უნდა მყავდეს მამა. შეუძლებელია მე თვითონ ვიყო მამაჩემი. იმისათვის რომ მე მამა გავხდე, უნდა მყავდეს შვილი, რადგან ის ვინც მე შვილად მაქცევს, ვერასოდეს გავხდები ის ვინც შვილად მაქცია. ასე რომ თუ ორივე ერთი ვიქნებით, ვერ ვიქნებით ერთი, რადგან მეორეს არ ვქნათ. რადგან თუ მე თვითონ უნდა ვიყო ჩემი შვილი, რომელიც ასევე მამა ვარ, ახლა აღარ მყავს ვაჟი, რადგან ჩემი შვილი ვარ. თუ მე თვითონ ვარ შვილი, ვისი მამა ვარ, მაგრამ იმის გამო რომ ვაჟი არ მყავს, რადგან მე ჩემი შვილი თვითონ მე ვარ, როგორ ვიყო მამა? რადგან მე უნდა მყავდეს ვაჟი, რათა ვიყო მამა. ამიტომ მე არ ვარ შვილი, რადგან არ მყავს მამა, რომელიც შვილს შობს. ანალოგიურად თუ მე თვითონ ვარ მამაჩემი, რომელიც ასევე შვილი ვარ, მამა აღარ მყავს, მე თვითონ ვარ მამაჩემი. თუ მამა არ მყავს, რადგან მე ვარ ჩემი მამა, როგორ ვიყო შვილი? რადგან მე უნდა მყავდეს მამა, რათა ვიყო შვილი. მასადამე მე არ შემეძლია ვიყო მამა, რადგან არ მყავს ვაჟი, რომელიც მამას ქმნის. დაამტკიცა ტერტულიანემ, რომ ძე არის მამის მიერ შექმნილი. ეხლა თქვენ თვითონ შეგიძლია ნახოთ პრაქტიკაზე წინააღმდეგ მეათე თავი არის ეს. მე აგრძელებ და ასაბუთებს, რომ ღმერთს შეეძლო ეს გაიკეთებინა, რომ საკუთარი თავი ძედექციაო, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ მან ეს დაუშვა. ჩვენ წერილიდან ეს ბიბლია ამას არ გვასწავლებს, რომ ღმერთი მოვიდა საკუთარი ძის სახით. დედამიწაზე და დაგვინახა ძეში. ესეთი რაღაცა წერილში არ წერია. თან მითომ მეტას იესო ქრისტიანს მამაჩემი არავის უნახავს. და როგორ ნახეს? და მამის ხილვა, რასაც იესო ქრისტე ეუბნება იოანეს სახარებაში, ვინც მიხილა მამა იხილაო, აქ არის ბუნებით ერთ ნებელობაზე და ერთ საქმეებზე, რაც განზრახვა აქვს მამას, იმას ასრულებს ზე. ანუ თუ ჩემი არ გჯერაო, ჩემ საქმეებს ერწყმე ფილიპეო, ხო ეუბნება. აქ არის ხილვა, მამის ხილვა. თუ მამის ხილვა არავის შეუძლია, მაშინ რატო ამბობს მათეს სახარებაში, რომ პირისა მამისა ჩემისას ანგელოზ მიხედავენო. როგორ შეუძლია ანგელოს მამის სახის დანახვა თუ ის უხილავი არის? რა თქმა უნდა, მამის ხილვაში იესო ქრისტე საიდუმლოდ გულისხმობს ზუსტად იმას, რომ დავინახოთ მამის მამაილაო რა ასე თქვა და მამის საქმეები დავინახოთ. რომ რასაც მამა აკეთებს, ძესაც მისცა უფლება რომ გაიკეთებინა. თუ ჩემი არ ჯერა თუ ჩემს საქმეებს ერწყმეთ, ამ კუთხით ამბობს, რომ ვინც მე მიხილა, ანუ ვინც დაინახა ჩემი საქმეები, დაინახა მამაჩემი. ანუ გინდათ რომ გაიგოთ ღმერთის არსებობა დედამიწაზე? აგარ შეხედეთ იესო ქრისტეს და მის საქმეებს. აბსოლუტურად იგივე რამეს აკეთებს, რაც მამამ ასწავლა. მამაილა საბუთი ქცევა. და იესო ქრისტე არის მოწმე. ჭეშმარიტი, ზეცაში, რომელიც გამოცხადების წიგნში არის. დამტკიცებული იესო ქრისტე არის მოწმე, ამოწმებს ღმერთის არსებობის შესახებ. რომ მას ყავს მამა და ის არის ერთადერთი. ხო, მოკლედ მე მგონი საკმარისად ვისაუბრე. ოდესაც იესო ქრისტე ამბობს, რომ თქვენ არ იცით რაც ცემთ თაყვანს, ჩვენ კი ვიცით რასაც ცემთ თაყვანს. რადგან ხსნა იუდეველთაგან არის. ანტისემიტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქრისტიანები არიან, ამჟღავნებენ სრულ სისულელესა და საკუთარი წმინდა წერილის ღრმა უვიცობას. ტექსტისა, რომელიც როგორც ქვემოთ ნათლად გამოჩნდება, სრულიად პროებრაული არის. იესო თვითონ ამბობს, იოანეს სახარების 4 თავის 22 მოშე. ხსნა იუდეველთაგან არის. და ჩვენ თაყვანს ვცემთ, ვიცით ვისაც ვცემთ თაყვანს. ამით უარყოფს იესო ქრისტე, რომ არის უზენაესი ღმერთი, იმიტომ რომ თვითონაც თაყვანს ცემდა მამა ღმერთს. ადამიანური ბუნებით არა. მაშინ იესოა მიმართა ხალხს და თავის მოწაფეებს. დაუთხრათ, მოცეს ტახტზე წიგნობარი და ფარისევანი დასხდეს, ამიტომ ყველაფერი რასაც გეტყვიან დაიცავით და შეასრულეთ. და ქანანელი ქალი გამოვიდა, ამ მხრიდან და ყვიროდა, შემიწყალე, უფალო, დავითის ძეო, ჩემი ქალიშვილი საშინად იტანჯება ეშმაკისგან, მაგრამ მას პასუხად სიტყვაც არ გაუწია. მივიდნენ მისი მოწაფეების თხოვნა და ეუბნებოდნენ, გაუშვი ეს ქალი, რადგანაც მოყვება და ყვირის. ხოლო მან მიუგო და თქვა, მე მოვლენილი ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაკარგული ცხოვრებისათვის. ის კი მივიდა თაყვანის წამას და უთხრა, უფალო, შემეწიე, მიუგო მან და უთხრა, არ არის კარგი შვილებს წაართვა პური და ძაღლებს მიუგდო. ხოლო ქალმა თქვა, დიახ უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხუჭამენ მამცეცებს, რომლებიც მათი ბატონის ტალბიდან ცვივა. მაშინ იესოა მიუგო მას და უთხრა, ო დედაკაცო, დიდია შენი რწმენა, იყოს შენთვის ისე როგორც გსურთ და განეკუნა მისი ქალიშვილი იმავე საათიდან. მათე სახარება 15 თავის 22 მოხდა. ჯერ ძაღლი უწოდა და მერე აკურთხა. რაც წესით იუდეველს წინდაცვით ეკრძალებოდა. წარმართთან საუბარიც კი და მესთან პურის ჭამა. და როგორ არის იესო ქრისტე მოსეს ჯულის მიმდევარი და მოსეს ჯულის აღმასრულებელი? მოსეს ჯულის მიხედვით წინდაცვით კაცს ეკრძალებოდა წარმართთან პურის ჭამა და იესო ჭამდა. და როგორ იყო ის აღმასრულებელი მოსეს ჯულის?
როცა მოსეს ჯულის მიხედვით აშკარად იესო ქრისტეს ეკრძალებოდა ჩვენაერებთან პურის ჭამა. სხვაგვარად ის მოსეს ჯულის დამღლობა ჩაითვლებოდა. და წინადად თვით ადამიანს მართებს ჯულის შესრულება. როგორ არის ეს ერთ და იგივე ღმერთი და ერთ და იგივე ჯულის აღწრებელი და არ გამოუქმებელი. ჩემოძმებო, ნუ გექნებათ ჩვენი უფლის იეშუა მახამაშახის დიდების უფალში მიკერძოება. ვინაიდან თუ თქვენ სინაგოგაში შემოვა კაცი ოქროს ბეჭდით და ბრწყინვალე სამოსი და აგრეთვე შემოვა ღარიბი ჭუჭკიანი სამოსი და შეხედავთ იმას, ვისაც ბრწყინვალე სამოსი აწვია და ეტყვით, შენ დაბრძანი აქ კარგად გილას, ხოლო ღარიბს ეტყვით, შენ იქ დადექი, ან დაჯექი აქ ჩემ ფეხებთან, ფეხსადგამთან. განა თქვენშივე არ განეკითხავთ მათ და უკეთური ძრახვით გამკითხვენი საჯუნი არა ხართ? იაკობის წერილი პირდაპირ ამ ხელს სამღვდელოებას. შეხედავენ იქ ვიღაცა კარგად აცვია, მოწესრიგებული პიროვნებაა, ფულია შემომწირველი არის, ტაძრის წინ აყენებენ, საკურთხევლის წინ აყენებენ, ახლოს ყავდეთ ის მრევლი გამორჩეული, რომ გამოვლენ სახარები და იმეებით, ახლოს ყავდეთ კარგად მოისმინონ. ხოლო ის, ვინც ცოტა არ მოეწონება და რაღაცა ვერ შეატყობენ, რაღაც თვალში ვერ მოუვათ, ეთქვენ, შენ უკან დადექი, შენ აქ დაჯექი. თვითონვე განეკითხავენ ესენი ადამიანებს, იესოს სამწყსოს მიმდევრებს და მერე შენ გეუნებიან, არ განეკითხო არავინ. და ჯერ ერთი არსად არ წერია იოანეს სახარებაში, რომ არ განეკითხვა მათეს სახარებაში, მეშვიდე თავში, არ განეკითხვა არ წერია. არ დასაჯო წერი. კრინონ ნიშნავს დასჯას, განაჩენის გამოტანას. ჩვენ ამის უფლება არ აქვს. ჩვენ უფლება არ აქვს ვინმეს ვცემოთ, ვაფურთხოთ, დავსაჯოთ, გამოვკეტოთ. არც სამართალდამცავს არ აქვს ადამიანის ცემის უფლება, პატიმრის წამების უფლება, არავის არ აქვს. აი მაგ კუთხით ამბობს იესო ქრისტე. არ დასაჯოთ და არ დაისჯებთ, იმიტომ რომ ეს ტრიალებს. ცემი ვიღაცა, შენც გცემე. ვერავინ დაგარტყავ შენ, თუ საკუთარ თავს შენთან არ დაარტყ. და ენოქის წიგნში კი ადამიანის სახეში ცემა არის ყოვლად მიუტევებელი შეცდომა. და ცოდვა, რომელიც იმსახურებს ჯოჯოხეთის სასჯელს. ამ არანაირი გამართება არ აქვს, იმიტომ შენ ღვთის სახებას და ხატებას ცემ და აფურთხებ. არ შეიძლება ეს. რაც საუნდა არ მოგწონდეს ადამიანი არ უნდა დაარტყო. მე იმას ვიზავ, იმას მოკლა, ამას მოკლა. ამას ამბობს სუსტი ადამიანი, ვინც არაფრის გამკეთებელი არ არის და რომ გააკეთოს, მთელი ცხოვრება ინანებს ამას. ჩაალპება და თავს გადააყოლებს ამ თავის კვლელობას. იყო ხო კიდევაც კიევის რუსეთის მეფე, რომელმაც საკუთარი ცოლი მუშობაზე წაასრო და მოკლა. და მთელი ცხოვრება იმაზე დარდობდა და აუხებდა ღმერთს და მართლმადიდებლობას. და ეს მართლმადიდებლობა ხო ბიზანტიური ნაგავი არის, აბა რა არის? არ თქვათ რომ ეგრე არ არისო. ბიზანტიური სქიზმა, ნაგავია ეს, ნაგავი, უნდა გახვეტოთ, ნენენო გახვეტოთ. მალე აღარავინ აღარ მივათ აძარში. აი ამის გამო, აი ეს წიგნი რომ დაგიწერეთ და დაგაჯერეს რომ იესო ქრისტე არის თვითონ ძველი აღთქმის ღმერთი. არ არის. თუ ძველი აღთქმის ღმერთი იესო ქრისტეა, მოსეს ჯულის თანახმად თქვენნაირ გოებთან და რომელსაც ის თავისი თქმით ღორებს უწოდებს, მარგალიტები არ დაუყუროთ, პურის ჭამასაც კი არ კადრულობს. იმიტომ რომ მოსეს ჯული პირდაპირ უკრძალავს წინადაწყვეტილ ებრაელ იეშუას თქვენთან, ანუ ღორებთან პურის ჭამას. გასაგებად ხო ახსენია რა. ეხლა თქვენ გინდათ წადი და თავი უმტვრიეთ ამ მღვდლებს და ტაძრებს. ჯერ ერთი ეს მოსეს მღვდლობა, არონიანი მღვდლობა. ეს არ არის იესოს მღვდლობა. იესო იყო მელქისედეკის წესი. მელქისედეკს საცოცხლე არ ქონია ხელში. არჩევანი თქვენზეა. მე ჩემი სათქმელი გითხარით და მე ჩემს სათქმელს და კვლევაძიებას გავაგრძელებ კიდევაც. აბა დროებით.